ბუნებრივი აირის უსაფრთხოდ მოხმარების მიზნით დედაქალაქში მონიტორინგი კვლავ გრძელდება. თბილისი ენერჯის ინფორმაციით მოქმედებს ცხელი ხაზი. სტატისტიკის მიხედვით გასული წლის განმავლობაში დედაქალაქში გაზის მოხმარების წესების დარღვევის 5940 შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისი ენერჯიმ შეაჯამა 2025 წელი. 2025 წელს სტატისტიკაზე რო გადავიდეთ, ჩვენს მიერ აღმოჩენილია 5940 დარღვევით დამონტაჟებული დანადგარი და დარღვევით დამონტაჟებული გაზსადენი, რომელიც ყოველწუთიერ საფრთხეს უქმნიდა ჩვენს აბონენტებს, ჩვენს მოქალაქეებს და არა მარტო მათ მეზობლებს და მთლიანად საცხოვრებელ კორპუსებს. რაიონების მიხედვით უფრო მეტად მძიმე სიტუაცია გვაქვს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვიდრე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ამასთან ერთად გარდაცვლილი არის ინტოქსიკაციით 6 ადამიანი 2025 წელს და მძიმე დაზიანება სხეულის დამწვრობის შედეგად მიიღო 7 ადამიანმა აფეთქების შედეგად. ბოლო 5 წლის სტატისტიკას რო გადავხედოთ, უსტერულად დამონტაჟებული დანადგარების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენი მიზანია რომ ეს რაოდენობა დავიდეს ნულამდე და აღარ იყოს ცნობიერება იმდენად ამაღლდეს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი აბონენტების, რომ აღარ მიაერთონ უსტარულად ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომლებზეც მერე ჩვენ რეაგირებას ვაკეთებთ და აღმოჩენის შემთხვევაში ხსნით გაზმომარაგებიდან და ყურადღებით იყვნენ გაზის დანადგარების მოხმარების დროს, რომ არ მოხდეს გაზის დაგროვება და შემდგომ პროვოცირების შედეგად აფეთქება. თბილისი ენერჯის ტექნიკური დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით დანადგარების შემოწმება სრულიად უფასოა. მისი თქმით, ამ სამუშაოებს კომპანიის სპეციალისტები აწარმოებენ. გიორგი ლეფსვერიძემ უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობისთვის გარკვეული რეკომენდაცია კიდევ ერთხელ გასცა. როდესაც ჩვენი მობინადე დააპირებს ან გამოცვალოს დანადგარი სახლში, ან შეიძინოს ახალი დანადგარი და დაამონტაჟოს, აუცილებლად უნდა შეიძინოს დახურული წვის კამერის მქონე დანადგარი. შესაბამისად, ამით არ მთავრდება მონტაჟი, შესაბამისად შემდგომ ამ დახურული წვის კამერიანი დანადგარის მონტაჟის დროს უჭირდება გასადენი, რა თქმა უნდა, აღნიშნული დანადგარები მუშაობს ბუნებრივ აირზე. უნდა მოგმართოს განცხადებით, მოითხოვოს დაპროექტება გასადენის და ჩვენი სპეციალისტები ადგილზე მივლენ, დააპროექტებენ აღნიშნულ გასადენს და შემდგომ უკვე ჩვენი სამონტაჟო ჯგუფი მიიყვანს აღნიშნულ ახალ დანადგართან გასადენს და მოახდენს გაზის პირველად გაშვებას. ეს არის პროცედურა, რომლის გადახვევაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით არის აკრძალული. ეზოში, სადარბაზოში, საცხოვრებელ ბინაში გაზის სუნის შეგრძნებისას დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ 114-ზე, ეს არის ჩვენი 24 საათიანი საავარიო სამსახურის ნომერი და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მაქსიმუმ 20-30 წუთში ადგილზე მივიდეს სწრაფი რეაგირების ბრიგადა, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება ჩვენი მობინადრეების. გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაში უნდა მოგმართონ 114-ზე, მომსახურება არის უფასო, ნებისმიერ აბონენტს თუ აინტერესებს რა მდგომარეობაა მის ბინაში, რა მდგომარეობაშია გაზსადენი, რა მდგომარეობაშია გაზის დანადგარები, შეუძლია მოგმართოს, ეს არის ცხელი ხაზის ნომერი 240-40-04, მოითხოვოს შემოწმება და ეს მომსახურებაც არის უფასო და ჩვენი სპეციალისტები მაქსიმუმ 1-2 დღის განმავლობაში მივლენ ადგილზე, შეამოწმებენ გაზსადენს, შეამოწმებენ დანადგარებს და დაწერენ შეადგენენ შესაბამის აქტს დათვალიერების.